ბევრი თემა დაგროვდა და აუცილებელია რომ ახალ წლამდე რაღაცა ესეთი რეზუმე გავაკეთოთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში როგორ მიდის მოვლენები ალბათ უნდა დავიწყოთ მაინც კავგურტის აი ამ გაუგონარი სიმახინჯით რაც მან განაცხადა რომ თურმე საქართველოში არჩევნებს არა საქართველოს ხალხი უნდა აკეთებდეს და არა ჩვენ უნდა მიღებდეთ ამ ყველაფერში მონაწილეობას, არამედ ევროკავშირი და ევროპარლამენტი უნდა წყვეტდეს ამას ყველაფერს, ესე გაუგონარი არ ვიცი რა სიტყვები თქვა სისასტიკე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ალბათ რომ შეეძლოს ღიარაღის აღება და დახვრეტა, ამასაც გააკეთებდა. და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება, რომ საქართველოს მთავრობა საკადრის პასუხს გასცემს. მე მინდა ვთქვა, საიდან დაიწყო ზოგადად ეს სიმახინჯეები და მოვალ იმ პრობლემამდე, რაც დღეს არის. მე გავხდით შევარდნაძის გუნდის წევრი. როგორც ჩვენ გვეძახდნენ მაშინ ახალგაზრდა რეფორმატორები 31 წლის ვიყავი, როდესაც დავინიშნე მინისტრის მოადგილედ კონფლიქტებში და მაშინ ზუსტად შევდიოდით გალში, შევდიოდით ცხინვალში, ჩავდიოდით სოხუმში და პრაქტიკულად მოლაპარაკება ის მისული იყო იქამდე, რომ შედგა პუტინ შევარდნაძის ძალიან სერიოზული საუბარი და იყო ლაპარაკი ზუსტად ტერიტორიების დაბრუნებაზე. ეს ხდებოდა 2002 წლის მიწურულს და მე პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრი მაღალჩინოსანთან, ვიყავი შერეული საკონტროლო კომისიის წევრი და ვინც მაშინ მუშაობდა და იყო თანამდებობებზე, კარგად ახსოვთ ეს პროცესი და აშენდა საავადმყოფო, სადაც მშობიარობდნენ ოსი და ქართველი ქალბატონები, იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ერთობლივი ძალიან ბევრი კონფერენცია და რაც მთავარია 14 ცხინვალელი ჟურნალისტი ჩამოვიყვანეთ, მაშინ 2002 წელს მოხდა ზუსტად მათ ჩამოყვანა და ძალიან კარგი პრესა დაიწყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ბოდენის დოკუმენტის აღსრულებასთან და ეს ნიშნავს, რომ პირველი რაც უნდა მომხდარიყო ლტოლვილების დაბრუნება, პირველი პუნქტი, რაც გაწერილი იყო ბოდენის დოკუმენტში და თვალსა და ხელს შუა უცებ ხედავთ პროცესებს, რომელიც უცებ დაიწყო ქვეყანაში. მე რატომ ვიხსენებ მაშინდელ ვარდების რევოლუციას, იმიტომ რომ მე ბოლომდე ერთ გული დავჭი შევარდნაძის გუნდის და ის რამდენიმე ადამიანი, ვინც მაშინ ვაპროტესტებდით ამას, მოგიხსენებათ მათი ბედი, სულხან მოლაშვილი, გიგლა ბარამიძე, ლევან მამალაძე, მე, რამოდენიმე კიდე ის ადამიანი, რომლებიც ბოლომდე ვედექით მაშინ შევარდნაძეს გვერდში, ზოგს მოუწია ემიგრაციაში წასვლა, ზოგი ცოცხალი არ არის დღეს და იყო ძალიან რთული პროცესები ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ამაზე არ საუბრობთ იმაზე, რომ ევროპელმა და ამერიკელმა ლობისტებმა გააკეთეს ყველაფერი და თუ გახსოვთ, პირველი განცხადება იყო ამერიკის კონგრესში ვანო მერაბიშვილის და მაშინ ძალიან გაგვიგვირდა ყველა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს, რომ ესეთი ჩუმი წყნარი ვანო მერაბიშვილი უცებ სადღაც ამერიკაში ძალიან ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ეს იყო ესეთი პირველი ზარი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი და შემდეგ ის დადგმული დიდი სპექტაკლი, რომელიც გაათამაშეს ზუსტად იმ ლობისტებმა და ზუსტად აი ამ კარლ ბილდმა, რომელიც მაშინაც სათავეში ედგა ამ ლობისტურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და მაშინ ზუსტად იყო ეს ვარდების რევოლუცია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გალაშქრება. უბრალოდ სამწუხაროდ არ ვიყავით მზად მაშინ, შეიძლება ესეთი ინტერნეტ სივრცე ასე დაფარული არ იყო და ძალიან რთული იყო ხალხთან მიტანა სიმართლის რა ხდება რეალურად, რომ ყველას უნდა შეწყდეს ის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც ჩვენ გვიგურნებს ტერიტორიებს, ის მოლაპარაკება, რომელიც მაშინ ორ ქვეყნის ლიდერს შორის შედგა და აი ამის გადასაფარად იყო დაწყებული ვარდების რევოლუცია. მე მოხარული ვიქნებით ჟურნალისტები დაინტერესდებიან ზუსტად იმ ადამიანებთან გასაუბრებით, ვინც მაშინ იყო სათავეებში ამ მოლაპარაკებების, თუ დაინტერესდებიან, მე შემიძლია მივაწოდო გვარები და ვისაც ახსოვს კარგად ჩაშლილი პროცესი ზუსტად საქართველოს მიწების დაბრუნების. კვაზი აი ამ რიტორიკით მოვიდა სააკაშვილი, რომ ის გააერთიანებს საქართველოს. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვისაც მან შესთავაზა მაშინ მინისტრობა და როდესაც ვკითხე რა უნდა გავაკეთო, როდესაც მე მინისტრად მოვალ და უკვე სტრასბურგში გამიშვა გადამზადებაზე და მე აღმოჩნდი სტრასბურგში ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც სამომავლოდ უკვე წარმოადგენდა სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტს. და მე მითხრა, რომ 2004-ში ჩვენ შევდივართ ცხინვალში
ვომობთ ცხინვალში. მე მაშინ კატეგორიული უარი უთხარი და ამით დამთავრდა ჩემი და მისი პოლიტიკური გზები გაიყო და ნებისმიერი ურთიერთობა შევწყვიტე. ბოლო ურთიერთობა მქონდა მასთან 2008 წელს, სანამ დაიწყებოდა ეს უბედურება. ის შემხვდა მე, შემხვდა ჩემს შვილს, მას ბოდიში მოუხადა ჩემს შვილს, რომ მოუკლა მამა, მისი კლასელი და უთხრა, რომ დედაშენი ახლა მაინც დაბრუნდეს ჩემთან და მეთიუ ბრაიზა ესწრებოდა ამ საუბარს. მეთიუ ბრაიზა, მიხეილ სააკაშვილი, ჩემი შვილი სანდრო ჩაგანავა და მეოთხნი ვიყავით აი ამ მოლაპარაკების დროს და მე მაშინაც უარი ვუთხარი. ამიტომ ცოცხლები არიან ის მოწმეები, ვინც მაშინ იყვნენ ამ მოლაპარაკების დროს და რატომ 2020 წელს პოლიციური დანაყოფი გვახსოვს ჩვენ რომელიც შევიდა ცხინვალში აბსოლუტურად მომზადებელი ბიჭები, რომლებსაც მისცეს თითქოს საბრძოლო მასალა და ამ საბრძოლო მასალაში აღმოჩნდა გაზეთში შეხვეული ქვები, გასაგები იყო, არანაირი ბრძოლა იქ არ მოხდებოდა, მაგრამ ჩაიშლებოდა სამშვიდობო პროცესი, რომელიც დაწყებული ჰქონდა და განულდებოდა ყველაფერი. მაშინ კოკოითმა ეს ბიჭები დაგვიბრუნა და ესეთი დათქმა იყო, მოდით დედებმა წაიყვანეთ და ეს იყო რა თქმა უნდა შეურაცხყოფელი, რომ ჩვენ მებრძოლებს, ჩვენ პოლიციას მაშინდელი ეგრეთ წოდებული ოსეთის პრეზიდენტი რაღაცა მშობლებს ატანს და ძალიან სანახავი იყო. მე მაშინ დავხვდი ამ ბიჭებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისინი შეიყვანეს ვარიანის სპორტულ ბაზაზე და მახსოვს მეც და გიორგი კანდალაკი მსოფლიო ჩემპიონი, როგორ ვეწინააღმდეგებოდით ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ცემაში ამოხადა სული ამ ბიჭებს. რომელთა ბრალეულობა რეალურად არაფერი არ იყო. ახლა როგორ შეიძლება 50 ბიჭს დაებრუნებინა ცხინვალი, ხო გასაგები იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ, როდესაც მივიღეთ ის, რომ ავტობანის მშენებლობა სრულდება, როდესაც მოლაპარაკება ღრმაწყლობა პორტზე, როდესაც ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როდესაც რეალურად კავკასიის ეკონომიკური ჰაბი ვხვდებით, აი დღეს ისევ ამ პროცესების დაწყება ზუსტად არის იმ პროცესების გაგრძელება და ზუსტად იგივე ბილდი და ზუსტად იგივე ლობისტები, რომლებსაც წლებია აჭმევდა სააკაშვილი და საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ლობიზმზე ზოგადად და მით უმეტეს აი ესეთი ლობისტების მუშაობის გაგრძელებაზე, რაზეც ისინი ამუნათებდნენ ბატონ ბიძინას და იმიტომაც იყო ის მათთვის მიუღებელი ფიგურა, იმიტომ რომ გადაეკეტათ ეს წყაროები, საიდანაც ისინი ძალიან კარგად იკვებებოდნენ წლების განმავლობაში. და შემდეგ უკვე 2008 წელი მინდა გავიხსენო აუცილებლად 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა ასე გადასცა მთელი საქართველოს რესურსები და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და ძალიან დიდი და ვრცელია სიამაზე არ დავიწყებ ამას საუბარს. ზუსტად მაშინ რამოდენიმე ბიზნესმენმა ასე ვთქვათ ითხოვა რუსეთთან კავშირი იმისთვის, რომ თავისი საქონელი შეეტანათ რუსულ ბაზარზე. ასე აღმოჩნდა ნაბეღლავი რუსეთში, ასე აღმოჩნდა თბილღვინო რუსეთში, ასე აღმოჩნდა კოკა-კოლა რუსეთში. ეს არის აზზე მეტი კომპანია, რომელიც დღეს რუსეთშია. ეს არის რესტორნების ნახევარზე მეტი რუსეთში, რომლებიც ოპერირებენ. 35 ყველაზე დიდარი რესტორანი, ქართული რესტორანია დღეს მოსკოვში და ნახევარი აი რესტორნების უკან დგანან ის ნაციონალები, რომლებიც აფინანსებენ დღეს ზუსტად აქციებს ქუჩაში. გვახსოვს ჩვენ, როდესაც ჩვენმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს 8-9 ადამიანი, როდესაც უკიდებდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით, ზუსტად აი ეს 8-9 ადამიანი იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ასრულებენ დავალებას იმ ნაციონალების, რომლებიც ცხოვრობენ მოსკოვში, რომლებსაც ძალიან დიდი ბიზნესი აქვს, რომელსაც სასტუმროების ქსელი აქვს, სხვათა შორის ძალიან რო უყვართ ესეთ ჩვენ კვაზი ელიტას სასტუმროები, სადაც არიან წამოკოტრიალებულები საქართველოში, 5 ვარსკვლავიანი, მათი ფილიალები ზუსტად მოსკოვშია, სათა ოფისები ყველას მოსკოვში აქვს და რა როგორ წარმოვიდგინო, რო არ იციან, როდესაც რაღაცის გაგება ჭირდებათ, კარგად იციან და მე ეს გასაღები წამოვიღე სიმბოლური. ეს გასაღები, როდესაც ადამიანი კეტავს კარს,
იმ ადამიანს უნდა გამოართო ეს გასაღები, ვინც ეს კარი დაკეტა. ჩვენ ეს კარი მაშინ, როდესაც დაგვეკეტა, ეს გასაღები დღეს კრემლში დევს. იმედია, ისეთი პატარა არავინ არ არის ინტელექტუალურად, რომ იფიქროს, რომ ცხინვალშია ამის გასაღები, ან აფხაზეთშია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება, რა თქმა უნდა შევუერთდეთ 3+3 ფორმატს და ნახოთ, ვინ მოულოცა პირველი საქართველოს ახალ პრეზიდენტს გამარჯვება, ეს იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი. ჩვენ ვართ ერთი დიდი სამეზობლო, რომელსაც გვმართებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა, სხვანაირად ის პროცესები, რომელიც აქ იმართება, წაგულეკავდა და მე ამას ვამბობ წარსულში, იმიტომ რომ კონტროლდება ეს პროცესები. მე დიდი მეც ვიტოვებ და საქართველოს მთავრობამ არაერთხელ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფატალურ შეცდომას არ დაუშვებს და ჯგუფურ ძალადობაში არ იქნება ბრალეული და არ აღმოჩნდება გისესებს მიღმა და რადგან გუშინ მამუკა მდინარაძემ დაანონსა ზუსტად ეს სია, რომელსაც წაიკითხავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, წაიკითხავენ ვინ არიან ის ბიზნესმენები, ვისაც მოსკოვში აქვს ბიზნესი, ამიტომ მე ვცლად ამას აღარ ჩამოუყვები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ესე მედგრად ვდგავართ. კარგია, რომ ჩაუვარდათ შოუ ბიზნესის გაბიცვა და 3-4 მომღერლის გარდა არავინ არ აყვა აი ამ სისულელეს და ვხედავთ დღეს, რომ საქართველოს მასშტაბით ნაძვისხეები წაინთო და ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში და აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, გუშინ ბილტმორში იყო მე-10 თავყრილობა ლიდერ ქალთა. ეს არის ქალთა ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს წლებიან ათია შატრიშვილთან ერთად 2015-ში დავიწყეთ ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოთი და დღეს უკვე ლიდერ ქალთა კლუბში 10,000-ზე მეტი ქალბატონია გაერთიანებული და ჩვენ გუშინ სპეციალურად ვდევდით ლაივებს, სპეციალურად ვაჩვენებდით საკონცერტო პროგრამას, დაჯილდოების ცერემონიალს და ეს იყო მაშინ, როდესაც 20 ვიღაცა რაღაცა საშუალო სქესის ქალი დაბოდიალობდა რუსთაველზე და იჩემებდა, რომ ისინი არიან ქალთა მარში. ჩვენ ველოდებოდით, რომ გაიღებოდა კარები, შემოვიდოდნენ და ძალიან ბევრი შეკითხვა გვექნებოდა მათთან, მაგრამ ვერ გაბედეს, მიუხედავად იმისა, რომ 6 საათის განმავლობაში ვიყავით იქ, ლაივში სურათებსაც ვდებდით, ვაანონსებდით და მოუწოდებდით, რომ ქალბატონები, ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ვქმნით საქართველოს ეკონომიკურ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მატერიალურ ბაზას აქ ვართ. და აქ ვართ ძალიან ბევრი ქალბატონი, მათ შორის ყოფილი პატიმრები, რომლებიც რესოციალიზაცია მოვახდინეთ, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც შრომპირებიან და მართლა ვეხმარებით წლების განმავლობაში, მათ შორის ეს იყო საქველმოქმედო აქცია და მთელი ფული, რომელიც შეგროვდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან წავიდა. ანუ ძალიან ბევრი ვიყავით, ჩვენთან ერთად იყო ასევე ქალბატონი, რომელიც ციხის დირექტორია დღესაც და ქალთა ციხის და რომელიც სცენაზე ეფერებოდა და ეხუტებოდა ახლად განთავისუფლებულ პატიმარ ქალბატონს და როგორ ხდება ეს, რანაირად მოხდა, რომ ჩვენი პენიტენციური სისტემა იმდენად გამჭვირვალეა, იმდენად ცუდთაა, რომ აი ამის უფლებას ვაძლევს ჩვენ თავს. ბევრია სალაპარაკო, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რამოდენიმე რაც მინდა დღეს გამოვყო, რომ ყველას უნდა დაეუფლოს იმ გზას, რომელიც არის სიცოცხლის გზა, ეს არის შუა დერეფანი, გზა ჯვარედინი, თუ აბრეშუმის ახალი გზა, ყველა თავის სახელწოდებას აწვევს. ფაქტია, რომ ჩვენ ვიქნებით ეკონომიკური ჰაბი, ფაქტია, რომ ძალიან შეწუხდნენ ბიზნესმენები და შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა, იმიტომ რომ დაცარიელებულია სასტუმროები, ვხედავთ, რომ ჯავშნები დეკემბერში, სადაც ჩვენ ვერაუდიოდით ხალხს, შეჩერებულია და აღარ შეიმჩნევა ზუსტად ტურისტების ჩამოსვლა და ჩვენი ეკონომიკის ზუსტად დიდი ძალა იმაშია, რომ ტურიზმი ყვებავს და მნიშვნელოვანია ეს და კარგია, რომ მივიდნენ და დაინახეს. როცა აკეზებდნენ ხალხს ქუჩაში გასვლებს, იმაზე უნდა ეფიქრათ, რომ დაცარიელდებოდა ქალაქი და ქვეყანა დაცარიელდებოდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგად პასუხობთ იმ ლობისტებს, რომლებიც მაშინ გვაქცევდნენ, მე იმიტომ დავიწყე ზუსტად ვარდების რევოლუციით და ახლა არ გამოვიდეთ ახალი რევოლუცია. აუცილებლად შევხვდებით ღირსეულად ახალ წელს ახალი პრეზიდენტით და ის კურსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აიღო 2012 წელს და ძალიან ღირსეულად გაიყვანა ქვეყანა ომის გარეშე და ეკონომიკური ორნიშნა ზრდით, უფრო მეტად დამშვენებულები ვიქნებით სამომავლოდ და აუცილებლად აი ეს გასაღები იქნება ჩვენ
სახელში, რომელიც ჩვენ გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და აუცილებლად დაიწყება მოლაპარაკებები. იქიდან ეს მზაობა არის. რუსული პრესა რადიკალურად შეცვლილია, ვინც ადენებს თვალყურს. მე პირადად მქონდა რამოდენიმე რუსეთის ცენტრალურ არხზე ინტერვიუ, ძალიან კეთილგანწყობილები არიან და არაერთ საუბრებში ამბობენ, რომ ეს თქვენი ტერიტორიაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ისევ იგივეს გვიწყობენ, იგივე შანტაჟს და ისევ უნდა ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ახლა უკვე არ გამოუვათ. მაშინ იყო ობიექტური პირობები, დაღლილი იყო შევარდნაძე, ალბათ ასაკიც თავის ეშვებოდა. აქ არის მთავრობა, რომელიც შემართებით არის. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. დიდი მადლობა. გაგზავნეთ, რომ შეცვლილია იქიდან დამოკიდებულება რამ განაპირობა უკავშირებთ ამას, თქვათ, სანქციების თემას, უკრაინასთან, რუსეთ-უკრაინის ომს. რამ განაპირობა მათი მხრიდან ასეთი ცვლილება პოზიციაში, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა იგივე რუსული პრესის და მხრიდანაც, ექსპერტების მხრიდანაც აქტიური აპელირება იმაზე, რომ ეს დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოა. რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. მე შარშან, როდესაც მიხდებოდა მათთან ლაივებში ჩართვა, საკმაოდ პოლიტოლოგები აგრესიულები იყვნენ, ჯერ კიდევ. წელს, როდესაც მქონდა პოლემიკა რუს პოლიტოლოგებთან, აბსოლუტურად შეცვლილი აქვს რიტორიკა. გასაგებია, რომ ისინი მაინც იმართებიან კრემლიდან და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს ამოცანა აქვს, რომ შეცვალეთ აი ეს რიტორიკა, გადადით მეგობრულზე, იმიტომ რომ ეს პირად საუბრებს ამბობენ, რომ წელიწადი 2 წელი მაქსიმუმ, როდესაც ეს მიწები თქვენ გიბრუნდებათ. რა თქმა უნდა, ის რომ სანქციებს არ შეუერთდით და კიდევ არ დაგვაუწყდეს, ხო? რეალურად რაც სააკაშვილო რუსებს გადასცა, რომ უნდათ ჩვენთან რეალური მტრობა, ხო, მთელი ყველაფერი მათ ხელშია, ყველა რესურსი მათ ხელშია, მაგრამ აქ ახლა პოლიტიკა შეცვლილია. ნაკლებად საუბრობენ, ესეც უნდა ითქვას, სამაჩაბლოზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ აქვე ახლოს იყვნენ და აკონტროლებდნენ სიტუაციას. რა წუთში დალაგდება სიტუაცია, უკვე სამაჩაბლოზე საუბრებიც იქნება, აფხაზეთზე ძალიან ღიად მედის საუბარი და კეთილგანწყობა იგრძნობა და რა თქმა უნდა სადღაც გაცილებით მაღალ დონეზე და ალბათ ჩვენ დაახლოებით გვაქვს აზრი როგორ დონეზე ხდება მოლაპარაკება შედგა. მთავარია ახლა ვერ შეგვიშალონ ხელი მიუხედავად ბევრი მცდელობისა ძალიან გაიზარდა ქართველი ხალხის დამოკიდებულება არსებულ სიტუაციასთან, ხო? ეს აჩვენა აი ამ ციფრებმაც, ხო? არჩევნების დროს ის რომ 1.200.000 ფიქრობს, რომ მშვიდობაა მნიშვნელოვანი, ის რომ ჩვენ გვიყიჟინებდნენ და ომში ჩართვას გთხოვდნენ, ხო? ერთი დღეც ვერ გაუძლებთ ჩვენ იმ ომს, რასაც უკრაინა უძლებს, თან ამხელა პერიმეტრზე მიდის ომი და საქართველოს რომელმაც 4 ომი გამოიარა და ამდენი უბედურება აღარ ჩაერთვება აი ამ სადღაც დადგმულ სპექტაკლში, ბრუთისნაირი პოლიტიკოსების დაგეგმილ სპექტაკლებში და შესაბამისად შეიცვალა რიტორიკაც. თან არ დაგვაუწყდეს, რუსები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ თქვენი პირველი სავაჭრო პარტნიორები. აი, როდესაც ისე ვუბრუნდები, ხო? სავსეა, მინერალური წყალი ქართული, იყიდება არა მარტო სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, აეროპორტებში. აეროპორტში, ვდუკოვოში მაგალითად, ქართულად ცხადდება რეისებზე ჩასხდომა. ისმის ნინო ქათამაძეს სიმღერა, იმიტომ რომ მათ ჯერ არ იციან, რომ ნინო ქათამაძე მათ რუს ღორებს ეძახის. და ჯერ კიდევ ისმის მგზავრების სიმღერები რესტორნებში და აეროპორტებში. ენაზე ერთ-ერთ ჩელაბინსკში. და ამ ჩელაბინსკი რატომ გახდა სალაპარაკო, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მგზავრებიც და სხვაობით ჩელაბინსკშიც მართავდნენ კონცერტებს, ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ქალაქია. მაგრამ აქ საუბარი იმაზე, რომ ქართულად, როდესაც მიდის გამოცხადება აეროპორტში, როდესაც ქართული სიმღერა ისმის, როდესაც რესტორნები ყველა ქართულია. მე მაგალითად მინდა და მოუწოდებ ჟურნალისტებს, რომ ჩავიდეთ სოჩში, მე გავაკეთე რეპორტაჟი მარტში სოჩიდან, სადაც არის ქართული სასაფლაოები, ქართული სვანური კოშკებით, ქართული წარწერებით, ეს არის ფედერალური რუსული მიწა, ხო და არავინ არც გვინგრევს, არც არაზოშეურაცხყოფა არ მიუყენებიათ საფლავებისთვის და არც ჯვრები ჩამოუხსნიათ და არც ის კოშკები დაუნგრევიათ და მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს გასვლა და ამის აღწერა, მაგალითად რუსეთში რატომ არ მიდიან ჩვენი ჟურნალისტები და არ იღებენ რეალურად რა რაოდენობის ქართული პროდუქცია მაღაზიებში. აი რატომ არ არის ეს სიუჟეტები? ერთია მე ჩამოვიტანე დავდე, ვიღაცა კიდე ჩავიდა, მაგრამ ეს არ არის. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ობიექტური
ჟურნალისტების ესეთი ერთობა, რომლებიც ჩავლენ და შევლენ ქართულ რესტორნებში. იქ ხომ მხოლოდ ქართული რეპერტუარია. იქ ხომ ის ქართველები არიან, რომლებიც მერე აქ ხანდახან ურევენ ხოლმე. სამწუხაროდ, ხო? ეხლა ჯგუფი მანდილი, მაგალითად, მე არასდროს არ მიყვარს ხოლმე ადამიანთან ახალგაზრდებზე საუბარი, მაგრამ რა ვქნა, მანდილი, რომელიც მილიონ ალუხროს ღეროდა მოსკოვის ცენტრში. უცებ დგას და აქ აპროტესტებს რუსებიო მონები და რაღაცა სიძახს. აი როგორ აქ თქვა? მანდილი, რომელმაც მილიონზე მეტი აქვს გაზიარება, იმიტომ რომ რუსეთში დაიდო მათი სიმღერები. და აი ეს არ შეიძლება ეს აი ორმაგი სტანდარტები. შენ მიდიხარ სალაპარაკოთ რომ დაიბრუნო და პირველი ნაბიჯები გადაიდგეს გულებისკენ, ხო ეს ხო არ არის? ადვილი ხო არ არის? ჯერ ადამიანებს უნდა დაელაპარაკო. მე ზაობა უნდა იყოს. ჩვენ ხო არ გვინდა ბრძოლით არ ვაპირებთ და ჩხუბით არ ვაპირებთ და პირველი ტესტი რაც იყო ჩემგან შეთავაზებული და ისე მოხდა რომ პირდაპირ ეთერი მქონდა ზვეზდაზე და იქ და აი ველოდებოდი მართლა მძიმე რეაქციას, რომ ჩემი უახლოესი ნათესავია უბრალოდ ასაკით როგორც ძმა არის ჩემს გია ყარყარაშვილი, მაგრამ ნათესაური კავშირით ბიძათ მეკუთვნის და იქ მოვიყვანე გიას სიტყვები, რომ მე ძმა დავკარგე აფხაზეთის ომში და მე გია რომელიც მინისტრი იყო თავდაცვის ხო ომში და ეს სიტყვები თქვი, მაგრამ მე დღესვე მზად ვარ აფხაზეთთან მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდე და ძალიან კარგად ტაში დამიკრეს. ხა შენ როდესაც აკვრევინებ ტას რუსეთის ტელევიზიაში ყარყარაშვილის სიტყვებზე, ეს ნიშნავს რომ ზაობა არის. დიდი მადლობა. მინდა გითხრათ კიდე აი სალონის თემასთან დაკავშირებით. ამბობენ მისი მხარდაჭერი პოლიტიკური ლიდერები, რომ დარჩებიან 29 დეკემბრის შემდგომ სასახლეში. ან როგორ წარმოგიდგენიათ ეს ფორმა მათი დარჩენის, როგორ ხედავ მონენების განვითარებას? მთავრობამ ძალიან კაფეობით უპასუხა, რომ ეს იქნება კანონის დარღვევა, ეს იქნება უკვე სახელმწიფო ტერიტორიაზე შეჭრა და ჩვეულებრივად ჯგუფური ძალადობით იქნებიან გასამართლებული. ძალიან კარგად ვხედავ, სააკაშვილიც არ ეკონა, რომ ისეცებს მიღმა აღმოჩნდებოდა და კიდევ მრავალი წელი მოუწევს იქ ყოფნა. და სალომე ზურაბიშვილი ძალიან კონფორმისტია, მე ძალიან კარგად დაახლოს ვიცნობ, იმიტომ რომ ის იყო პირველი როდესაც ჩემი კანდიდატურა დადგა რუსეთში ელჩობაზე, ეს იყო 2006 წელი. სალომე ზურაბიშვილი იყო ახალი დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრად და მაშინ თქვა მაროშკინა არა, ესე ყვიროდა, ძალიან მინდა არქივებში მოვიძიო აი ის მაშინდელი მისი ცივილკივილი და გაუშვა ისეთი ადამიანი, რომელმაც გაყიდა ყველაფერი, რაც კი ქართული იყო დარჩენილი მოსკოვის ცენტრში. იქ ჩვენ მქონდა კულტურის ცენტრი მზიური, იქ ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი რამე და ზუსტად ჩემს მაგივრად ვინც წავიდა, იმ ადამიანმა მთლიანად გაყიდა, რაც კი ქართული იყო და მე არ ვიცი ჩვენ შევძლებთ ოდესმე დავებრუნოთ თუ არა. და აი ეს ქალბატონი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, რომელმაც მე უცებ ზადაგზა შეიცვალა ვითომ თავის ეს რაღაც შეხედულებები და მე ერთ-ერთი მიტინგის დროს 2009-ში ვკითხე, რომ რას მერჩოდით მაშინ? არ გიცნობდით და ეხლა რომ ვკითხო, ეხლა რას გვერდჩის, ეხლა წიტყვის, ანუ აი ერგება სიტუაციას და იმიტომ რომ ხალი არის სრულად 100%-იანი კონფორმისტი და კარგად ერგება სიტუაციას, ის თავს არ ჩაიგდებს ასეთ მდგომარეობაში. მას ელოდება ძალიან უხვი პენსია, შეიძლება მან თავისი საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რაც ჰქონდა დავალებული, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სიცოცხლე ურჩევნია და კიდევ ერთი ამაზე მე ვისაუბრა და კიდევ ერთხელ ვიტყვი. თავარი სამისნე ოპოზიციისთვის დღეს თავად ქალბატონი სალომეა. იმიტომ რომ მისი ლიკვიდაცია მათ თავში აქვს, უყურეთ როგორი წამოვიდა უკვე მათგან აშკარად კვენენ, აშკარად შეურაცხყოფას აყენებენ, ისე თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი და მოუწოდებენ რომ ჩვენ შემოვალთ და გავმაგრდებით. ეხლა სალომეს კარგად ესმის, რომ ეს არის კანონის დარღვევა, მაგრამ მას აშანტაჟებენ უკვე თავად ოპოზიციაში დაიწყო მისი შანტაჟი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ის არის მსხვერპლი. გარდა იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად ლიკვიდირებული იყოს და ეს იქნება რეზონანსული ძალიან, იმიტომ რომ სალომე ოპოზიციას აღარ ჭირდება. მან ვერ შეასრულა მთავარი როლი, ვერ გამოუშვა სააკაშვილი, ვერ შეიწყალა ისეთი ტოპ ფიგურები, რომლებიც ეგონათ რომ შეიწყალებდა და რეალურად ეხა ის სალაც ფოთლებია რაც ხდება და რეალურად არც არაფერი არ გააკეთა. პირიქით დაგსახსა ოპოზიცია თავისი ძალიან შეიძლება არათანმიმდევრული საუბრით პირიქით გააფუჭა სიტუაცია, უყურეთ რა გააკეთა ბავშვებზე ძალადობით, რაც მან გააკეთა, მან ის მუხტი დააგდო. ეს
რატო კეთდება, ვინმეზე პირიქით ხარ რომელიმე სხვა პლანზე მუშაობს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ის ბავშვი მოწოდება ბავშვების გამოყვანა სკოლებიდან, ეს იყო ფიასკო მთლიანად აი ამ ქუჩის მოძრაობის. და იქაც სათავეში სალომე იდგა, ახლა ხვდებიან ოპოზიციონერები, რომ სალომე ამათი თავებით თამაშობდა. იმიტომ რომ სალომე შვენბრად იცოდა, რომ ბავშვებზე ეს ძალადობა აღქმებოდა ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ საქართველოს ვართ, აქ წარმოუდგენელი ეს ყველაფერი. ეს იყო მისი გადამწყვეტი ნაბიჯი, რამაც დაშალა ქუჩის აქციები.